წარმოიდგინეთ კოსმიური ობიექტი, რომელიც იმდენად მძლავრ მიზიდულობას ქმნის, რომ ვერც ერთი ნივთიერება თვით სინათლეს კი მისგან ვერ აღწევს. ასეთ ობიექტს შავი ხვრელი ეწოდება. შავი ხვრელი არ ღვევს ჩვენს წარმოდგენებს სამყაროზე. ეს ობიექტები იმდენად ამროდებენ სივრცე დროს, რომ სინათლის სხივებიც კი იხრება მათ სიახლოვეს. და ვარსკვლავის გამოსახულებას სხვა ადგილას, ზოგჯერ ორ ან მეტ ადგილას ვხედავთ. ამ მოვლენას გრავიტაციული ლინზირება ეწოდება. ასე გამოიყურება გრავიტაციული ლინზირება სურათზე. მარცხნივ ჩანს შორეული ვარსკვლავი, რომელიც სინათლეს ასხივებს. შუაში მდებარეობს ობიექტი, რომელიც ლინზის როლს ასრულებს. ეს შეიძლება იყოს გალაქტიკა, ბნელი მატერია ან შავი ხვრელი. მარჯვნივ კი ჩანს დამკვირვებელი. როგორც ხედავთ, სინათლე გადაიხრება და დედამიწიდან ან დედამიწის ახლოს მყოფი დამკვირვებლიდან ისე ჩანს თითქოს ვარსკვლავი იყოს სხვა ადგილას. ზოგჯერ კი შეიძლება ორ ან მეტ ადგილას ერთდროულად გამოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ხვრელები ათწლეულობის განმავლობაში მხოლოდ თეორიაში არსებობდნენ, თანამედროვე მეცნიერულმა მიღწევებმა, გრავიტაციულმა ტალღებმა და პირდაპირმა ფოტომ დაადასტურა შავი ხვრელები რეალურად არსებობენ. ვიწყებთ ვიდეოს შავი ხვრელის საოცარი ისტორიით, მის შესახებ იდეის დაბადებიდან პირველ ფოტომდე. მოდით დროში უკან გადავინაცვლოთ. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, როცა შავი ხვრელების იდეა პირველად გაჩნდა. იდეის ავტორია ინგლისელი მეცნიერი და მოდელი ჯონ მიჩელი. მიჩელი ასტრონომიით, გეოლოგიით და ნატურალური ფილოსოფიით იყო გატაცებული. მისი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა სერ ისააკ ნიუტონის გრავიტაციის თეორია. წარმოვიდგინოთ ესეთი გონებრივი ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, მაღალ მთაზე თუ კი ავალთ და მაღალი მთიდან გავისვრით რაიმე სხეულს. თქვა ზარბაზნით გავისვრით ჭურვს, ხო? თუ გასროლის სიჩქარე არც ისე დიდია, მაშინ ეს ჭურვი დაეცემა გასროლის წერტილიდან შორი ახლოს, თქვა 10 წერტილში. თუ გასროლის სიჩქარეს გავსდით, მაშინ სხეული უკვე უფრო მოშორებით, ანუ B წერტილში დაეცემა. თუ კიდევ უფრო გავსდით, გასროლის წერტილიდან უფრო შორს დაეცემა ესეთი ჭურვი. და ნიუტონმა იმსჯელა და გამოიტანა დასკვნა, რომ უნდა არსებობდეს ისეთი სიჩქარე, რომლითაც გასროლის სხეული უკვე დედამიწაზე საერთოდ აღარ დაეცემა. ის დედამიწის მიზიდულობის გამო ეს სხეული ვარდება დედამიწაზე, მაგრამ სადაც მიდის, ხედავთ, იქ დედამიწა მას არ ხვდება. ხომ? და გამოდის, რომ ის შემოუვლის დედამიწას და გააგრძელებს ესე მოძრაობას და გადაიქცევა დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრად. ესე იგი, სიჩქარეს, რომლითაც გასროლი სხეული დედამიწას აღარ უბრუნდება, არამედ გადაიქცევა მის ხელოვნურ თანამგზავრად, პირველი კოსმოსური სიჩქარე ეწოდება. დედამიწისთვის ეს სიჩქარე 7.9 კილომეტრი წამია. თუ სხეულის გასროლის სიჩქარეს გავზრდით 11.2 კილომეტრ წამამდე, ის დედამიწას საერთოდ დატოვებს და გადაიქცევა ხელოვნურ პლანეტად. ანუ გაექცევა მზის მიზიდულობას. სიჩქარის ამ კრიტიკულ მნიშვნელობას მეორე კოსმოსური სიჩქარე, ან სხვანაირად გაქცევის სიჩქარე ეწოდება და დედამიწისთვის, როგორც თქვით, ის დაახლოებით 11.2 კილომეტრი წამია. ნიუტონის აზრით, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ანუ გრავიტაციული მიზიდულობის ძალა, აკავებს ციურ სხეულებს ორბიტაზე. აქ ნაჩვენებია ანიმაცია, სადაც მზის მიზიდულობის გამო დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. რაც უფრო დიდია სხეულის მასა, მით უფრო მეტი იქნება მისი გრავიტაციული მიზიდულობა. და შესაბამისად უფრო დიდი იქნება მისი გაქცევის სიჩქარე. მოდით აქ დავუმატოთ ახლა მთვარის მოძრაობა, ასევე მთვარე ბრუნავს დედამიწის გარშემო და ორივე ერთად ბრუნავენ მზის გარშემო. მოდით ახლა განვიხილოთ აი დედამიწის გარშემო მთვარის ბრუნვა. შეხედეთ. წრიულ ორბიტაზე ბრუნავს მთვარე დედამიწის გარშემო. როგორც ხედავთ აქ. ეხლა სატელიტის მოძრაობა, ხელოვნური თანამგზავრის მოძრაობა კვლავ დედამიწის გარშემო არის
ჩვენები. მოდით დავუბრუნდეთ ისევ მზის გარშემო მოძრაობას დედამიწის და მთვარის. თუ გავზრდით ეხლა მზის მასას, აი გავაორმაგეთ მზის მასა, მაშინ დედამიწის და მთვარის სიჩქარეები ორივესი გაიზრდება და ხედავთ მთვარე დაეცა უკვე მზეს და დედამიწამ გააგრძელა მზის გარშემო მოძრაობა ელიფსის ფორმის ტრაექტორიაზე. როდესაც ეხლა დედამიწა უახლოვდება მზეს, მისი სიჩქარე მატულობს, როცა შორდება, მისი სიჩქარე კლებულობს. და თუ კი ეხლა კვლავ შევამცირებთ ჩვენ მზის მასას, შეხედეთ ჩვეულ მასას თუ გავუხდით, მზეს უკვე მას საკმარისი სიჩქარე ექნება, დედამიწას ექნება საკმარისი სიჩქარე, რომ დააძლიეროს მზის მიზიდულობა, გაექცეს მზეს და ასე ვთქვათ, გაემგზავროს ვარსკვლავთშორის სივრცეში. მოდით გამოვთვალოთ მზიდან გაქცევის სიჩქარე. სხეულმა მზის მიზიდულობა რომ დაძლიეროს, მას საკმაოდ დიდი კინეტიკური ენერგია უნდა მევანიჭოთ. ჯონ მიჩელმა ივარაუდა, რა მოხდება თუ ვარსკვლავი იმდენად მასიურია და კომპაქტური, რომ მისგან გაქცევის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე მეტი არ მოხდება. მაშინ ასეთ ვარსკვლავს სინათლეც კი ვერ გაიქცევა. ასე დაიბადა იდეა ბნელი ვარსკვლავის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად შავი ხვრელის წინამორბედი ცნება. მოდით დავუბრუნდეთ 1793 წელს. ჯონ მიჩელი წერდა, თუ ვარსკვლავი იქნებოდა დაახლოებით 500 ჯერ დიდი რადიუსის ვიდრე მზე, მაგრამ იმავე სიმკვრივის, მაშინ მისგან სინათლეც კი ვერ გაიქცეოდა. იმიტომ რომ ასეთი ვარსკვლავისგან გაქცევის სიჩქარე 500 ჯერ მეტი იქნებოდა, ვიდრე მზისგან გაქცევის სიჩქარე. ეს კონცეფცია ეფუძნებოდა იმავე გათვლებს, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ კოსმოსურ სიჩქარეებზე. შეგიძლიათ შეამოწმოთ მიჩელის გამოთვლები, რომლებიც საკმაოდ ზუსტია. ჯონ მიჩელი ამბობდა, ჩვენ ასეთ ობიექტს პირდაპირ ვერ ნახავთ, მაგრამ მისი არსებობა შეიძლება დავუსწროთ ახლო მდებარე ხილულ ვარსკვლავებზე მისი ზემოქმედებით. იმ დროს ტერმინი შავი ხვრელი არ არსებობდა და მიჩელის იდეას უბრალოდ ბნელი ვარსკვლავი უწოდეს. საინტერესოა, რომ დაახლოებით იმავე წლებში ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ სიმონ ლაპლასმა თითქმის იგივე იდეა წარმოთქვა თავის ციკლში, თუმცა მოგვიანებით მასზე უარი თქვა. ამ იდეებმა თავდაპირველად ნამდვილად დააინტერესა მეცნიერთა საზოგადოება, მაგრამ მალევე ინტერესი ჩაცხადა. იმიტომ რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში დადგინდა, რომ სინათლე ტალღა იყო და არა ნაწილაკი. იმ დროს მეცნიერები ფიქრობდნენ, თუ სინათლე ტალღაა და არა ნივთიერება, მაშინ გრავიტაცია ვერ იმოქმედებს მასზე. ამიტომ ბნელი ვარსკვლავი უბრალოდ დაივიწყეს. ეს იყო წინასწარი ჰიპოთეზა, რომელსაც იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ გააჩნდა საკმარისი თეორიული თუ ექსპერიმენტული საფუძველი. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ფიზიკაში რევოლუციები დაიწყო. 1915 წელს ალბერტ აინშტაინმა წარმოადგინა ზოგადი ფარდობითობის თეორია, რომელშიც გრავიტაცია აღწერილი იყო როგორც სივრცე-დროის გამრუდება მასების მიერ. აინშტაინის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ის გახდათ, რომ მასურ ობიექტებთან ახლოს სინათლის სხივი მოიხრებოდა. 1919 წლის მზის დაბნელების დროს ინგლისელმა ასტრონომმა არტურ ედინგტონმა ნამდვილად დაადასტურა, რომ მზის გრავიტაცია ფონური ვარსკვლავების შუბს ოდნავ გადახრიდა. ეს აღმოჩენა დიდი გამარჯვება იყო აინშტაინის თეორიისთვის და ამან ხელი შეუწყო მიჩელის მივიწყებული იდეის აღორძინებას. თუ სინათლეზე გრავიტაციას გავლენა ჰქონდა, შეიძლება მართლაც არსებობდეს ისეთი უკიდურესად დიდი მასის ობიექტები, საიდანაც სინათლე ვეღარ ახერხებს გაქცევას. 1916 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა კარლ შვარცშილდმა შემოიტანა ცნება, რომელიც ახლა შვარცშილდის რადიუსის სახელითაა ცნობილი. ეს არის კრიტიკული რადიუსი, რომლის ზომამდე თუ შეიკუმშება მოცემული მასის ობიექტი, იგი შავ ხვრელად გადაიქცევა. მარტივად რომ ვთქვათ,
თუ კი რომელიმე სხეული საკმარისად შევკუმშეთ, მის ირგვლივ წარმოქმნილი, ეგრეთ წოდებული მოვლენათა ჰორიზონტიდან ვეღარაფერი გამოაღწევს. შვარცშილდის ფორმულა, ჩვენთვის უკვე ცნობილი ფორმულის მიხედვით შეგვიძლია მივიღოთ და გამოვთვალოთ, მაგალითად მზის მასისთვის, თუ როგორი რადიუსია საჭირო, რომ გადაიქცეს მზე, ისე რომ მისი მასა არ შეიცვალოს შავხრელად, დაახლოებით 3 კილომეტრი იქნება. დედამიწისთვის ეს იქნება დაახლოებით 1 სანტიმეტრიანი სფერო, ხომ ესეთ. აქედაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად ექსტრემალური პირობებია შავი ხვრელის შიგნით. თუმცა თეორიულად შვარცშილდის გადაწყვეტა მიუთითებდა შავი ხვრელების არსებობის შესაძლებლობაზე. თავად აინშტაინი მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი ასეთი ობიექტების ფიზიკური რეალურობის მიმართ. 1939 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ამტკიცებდა, რომ რეალური ვარსკვლავი არასოდეს შეიკუმშებოდა წერტილოვან ზომამდე და ბუნება ხელს შეუშლობდა სრულ კოლაფსს. ბევრი გამოჩენილი მეცნიერი ეთანხმებოდა იმ დროინდელ წარმოდგენას, რომ ბუნებაში შავი ხვრელები ალბათ არ არსებობდნენ და რომ ეს იყო მხოლოდ მათემატიკური სპეკულაცია აინშტაინის თეორიის ფარგლებში. აინშტაინის შემდეგი თაობის მეცნიერებმა წარმატებით უპასუხეს კითხვას, რა ხდება მასიური ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლოში. 1930 წელს ინდოელმა ფიზიკოსმა სუბრამანიან ჩანდრასეკარმა გამოთვალა, რომ თუკი გაცივებული ვარსკვლავი, თეთრი ჯუჯა, დაახლოებით 1.4 მზის მასაზე მძიმე იქნება, ვერაფერი ვერ შეაჩერებს მის შემდგომ კოლაფსს. ეს ჩანდრასეკარის ლიმიტი, ეგრეთ წოდებული, ნიშნავდა, რომ საკმარისად მასიური ვარსკვლავი სიკვდილის შემდეგ ან ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაიქცევა, ან თუ კიდევ უფრო მასიურია, მიზიდულობა დაძლევს ყოველ წინააღმდეგობას და სრულ კოლაფსს განიცდის. 1939 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა რობერტ ოპენჰაიმერმა თანამშრომლებთან ერთად გამოაქვეყნა გამოკვლევა განგრძობადი გრავიტაციული კოლაფსი, სადაც აჩვენა, რომ მზეზე დაახლოებით 3-ჯერ მძიმე ვარსკვლავი კოლაფსისას გარდაუვალად შავხრელად გადაიქცევა. ამ ნაშრომმა აღწერა, როგორ წარმოიქმნება მოვლენათა ჰორიზონტი, არეალი, რომლის მიღმაც ვეღარაფერი გამოდის და ფაქტობრივად იწინასწარმეტყველა შავი ხვრელის ფორმირება რეალური ასტროფიზიკური ობიექტებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ოპენჰაიმერის ნაშრომმა მეცნიერებას შავი ხვრელის თეორიული შესაძლებლობა უჩვენა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ეს იდეა ფართო ყურადღების მიღმა დარჩა და მხოლოდ 1960-იან წლებში დაუბრუნდნენ მეცნიერები ინტენსიურად ამ თემას. განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ამერიკელი ფიზიკოსი ჯონ უილერი, რომელმაც 1967 წელს საჯარო ლექციაზე პირველად შემოიღო ტერმინი შავი ხვრელი. ეს გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახელწოდება მიგვანიშნებს ობიექტის თვისებაზე. ის შავია, რადგან სინათლის არ ასხივებს და ხვრელია, რადგან ნებისმიერი რამ, რომელიც იქ შიგნით ჩავარდება, გარე დამკვირვებლისთვის იკარგება. უილერმა ხუმრობით აღნიშნა, რომ შავ ხვრელს არ აქვს თმა, რაც ნიშნავს, რომ შავი ხვრელი გარე სამყაროსთვის ძალიან მცირე ინფორმაციას ინახავს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის მატერია ან გამოსხივება ჩავარდება შავ ხვრელში. გარე დამკვირვებლისთვის მისი მდგომარეობა მხოლოდ 3 პარამეტრით აისახება: მასა, ელექტრული მუხტი და კუთხის იმპულსი, იგივე ბრუნვის იმპულსი. ყველა სხვა ინფორმაცია, მაგალითად ჩავარდნილი ნივთიერების ქიმიური შემადგენლობა ან სტრუქტურა, შავ ხვრელში გარე დამკვირვებლისთვის იკარგება. ამიტომ ამბობენ, რომ შავ ხვრელს თმა არ აქვს, ესე იგი ის არ ატარებს ზედმეტ დეტალებს, არ გვიზიარებს ზედმეტ დეტალებს თავის შიგთავს. თეორიული მუშაობის პარალელურად დაიწყო მტკიცებულებების დაგროვებაც. 1960-იან წლებში აღმოაჩინეს ციური სხეულები, ეგრეთ წოდებული კვაზარები, რომელთა ენერგიას მეცნიერები სუპერმასიურ შავ ხვრელებს მიაწერდნენ. 1971 წელს
ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს შავი ხვრელის ძლიერი კანდიდატი ჩვენს გალაქტიკაში. ეს იყო რენტგენული გამოსხივების ძლიერი წყალო, სახელად Cygnus X1. ის მდებარეობს გედის თანავარსკვლავედში და წარმოადგენს ორი ვარსკვლავიან სისტემას, რომელთაგან ერთი ჩანს, ეს არის ცისფერი გიგანტი. ხოლო მეორე ობიექტი უხილავია, თუმცა მასზე მეზობელი ვარსკვლავებიდან მატერია მიედინება. ეს მატერია გრავიტაციის გავლენით მიიზიდება უხილავი კომპანიონისკენ და როდესაც მასზე ეშვება, ძალიან თბება და იწყებს რენტგენულ გამოსხივებას. მეცნიერებმა ეს უცნაური გამოსხივება განმარტეს როგორც მატერიის ჩავარდნა შავ ხვრელში. მრავალი მეცნიერი, ვინც მანამდე სკეპტიკურად უყურებდა შავი ხვრელების რეალურ არსებობას, ამ აღმოჩენამ დაარწმუნა, რომ ისინი არ არიან მხოლოდ თეორიული კონსტრუქციები. შემდგომ წლებში ასტრონომებმა კიდევ არაერთი მსგავსი ორმაგი სისტემა აღმოაჩინეს, სადაც ერთი ვარსკვლავი ხილულია, ხოლო მეორე უხილავი, მაგრამ მისი გრავიტაციული ზემოქმედება ხილულ ვარსკვლავზე აშკარად შეიმჩნევა. მაგალითად, ის იწვევს მის რხევას ან მასის გადადინებას. ასეთ სისტემებში უხილავი კომპანიონი ხშირად სწორედ შავი ხვრელი. უფრო მეტიც, შეგვიძლია დაარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენი გალაქტიკის გულში მდებარეობს რამდენიმე მილიონი მზის მასის მქონე სუპერმასიური შავი ხვრელი. თანამედროვე ასტრონომებმა ვარსკვლავების ორბიტებზე დაკვირვებით პირდაპირ დაადგინეს ამ გიგანტის არსებობა, განხილული სხვა სცენარები უბრალოდ ვერ ხსნეს ასეთ კომპაქტურად ამდენი მასის თავმოყრას გალაქტიკის ცენტრში. შავი ხვრელები საინტერესოა არა მხოლოდ ასტროფიზიკოსებისთვის, არამედ თეორიული ფიზიკისთვისაც, რადგან მათში ერთად იკვეთება თავს იყრის ზოგადი ფარდობითობაც და კვანტური მექანიკაც. მე-20 საუკუნის განმავლობაში ფიზიკოსებმა, მათ შორის პოლ დირაკმა, შეიმუშავეს კვანტური მექანიკა, თეორია, რომელიც აღწერს, როგორ მოქმედებენ ნაწილაკები და ენერგია უმცირეს ატომურ, ქვეატომურ მასშტაბებზე. მოგვიანებით ფიზიკოსებმა გაიაზრეს, რომ შავი ხვრელის სრულად შესაცნობად საჭიროა კვანტური ეფექტების გათვალისწინება. 1974 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა აჩვენა, რომ კვანტური მექანიკის კანონებიდან გამომდინარე, შავი ხვრელები სრულად შავები არ არიან, მათგან ძალზე სუსტი თერმული გამოსხივება გამოდის, რომელიც დღეს ჰოკინგის გამოსხივების სახელით არის ცნობილი. შავი ხვრელის სიახლოვეს ვაკუუმში ხშირად წარმოიქმნება ნაწილაკის და ანტინაწილაკის წყვილები. თუ ეს წყვილები ახლოსაა მოვლენათა ჰორიზონტთან, ერთი ნაწილაკი შავ ხვრელში ვარდება, ხოლო მეორე კი ახერხებს გაქცევას, შავი ხვრელის გრავიტაციიდან თავის დაღწევას და შეიძლება გარეთ დამკვირვებელმა დააფიქსიროს, რის გამოც ხვრელი ნელ-ნელა კარგავს ენერგიას. ვარსკვლავის მასის შავი ხვრელი ასხივებს წარმოუდგენლად სუსტად. მისი ტემპერატურა ჰოკინგის თეორიის მიხედვით რამდენიმე მილიარდჯერ ნაკლებია 1 კელვინზე. ანუ პრაქტიკულად ნულს უახლოვდება. ასეთი სუსტი გამოსხივება არანაირად არ აისახება არც ჩვენს ინსტრუმენტებზე, არც გარემოზე. ის სრულიად შეუმჩნეველია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჰოკინგის გამოსხივება არ გვაქვს დაფიქსირებული, მისი თეორიული პროგნოზი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მან დაგვანახა, რომ შავი ხვრელების სიღრმისეული შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ზოგადი ფარდობითობის ან მხოლოდ კვანტური მექანიკის მეშვეობით. საჭიროა ამ ორი უმთავრესი თეორიის გაერთიანება, რაც დღემდე გადაუჭრელი ამოცანაა თანამედროვე ფიზიკაში. თანამედროვე აღმოჩენები შთამბეჭდავია და მათგან რამდენიმეს აუცილებლად უნდა გაუცვათ ხაზი. 2015 წელს ლიგო ობსერვატორიამ პირველად დააფიქსირა გრავიტაციული ტალღები. ეს არის დროს სივრცის უმცირესი რხევები, რომლებიც წარმოიშვება მასიური ობიექტების, მაგალითად, შავი ხვრელების შერწყმისას. ფაქტობრივად პირველად ისტორიაში ადამიანებმა პირდაპირ მოისმინეს ორი შავი ხვრელის შეჯახების ექო, მოისმინეს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ამრიგად, შავი ხვრელები ნამდვილად აღარ არის ფანტასტიკის ნაწილი. ადამიანები მათ ხმასაც კი უსმენენ თანამედროვე სამეცნიერო ინსტრუმენტებით. გასაოცარი ვიზუალური მიღწევა მოხდა 2019 წელს.
მრავალი ათეული წლის მცდელობის შემდეგ Event Horizon Telescope ad წოდებულმა საერთაშორისო კოლაბორაციამ წარმოადგინა პირველი პირდაპირი ფოტო შავი ხვრელის ჩრდილისა. ეს არის გალაქტიკა M87-ის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასა მილიარდობით მზეს უტოლდება. ფოტოზე ჩანს მუქი მრგვალი არე, ეს არის შავი ხვრელის ჩრდილი, რომელიც გარშემორტყმულია კაშკაშა დონატის ფორმის გამოსხივებით. ეს არის ბუნებრივად გახურებული გაზი, რომელიც მოვლენათა ჰორიზონტის სიახლოვეს შავი ხვრელის ძლიერი გრავიტაციის ზემოქმედებით სწრაფად ტრიალებს და ცხელდება. ადამიანმა მოახერხა უხილავის დანახვა. შავი ხვრელების თემა შესანიშნავად აისახა 2014 წელს გადაღებულ ცნობილ ფილმში Interstellar. ფილმში ნაჩვენები შავი ხვრელი შექმნილია რეალური ფიზიკის გათვალისწინებით და მაქსიმალურად ახლოსაა მეცნიერულ სინამდვილესთან. ამ ვიზუალის შექმნაში მონაწილეობდნენ თავად ფიზიკოსები, კერძოდ კიპ თორნი. ფილმის წარმატებამ ასობით მილიონი მაყურებელი დააინტერესა შავი ხვრელებით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მომხიბლავი ეს თემა ფართო საზოგადოებისთვის. როგორც ვნახეთ, შავი ხვრელების იდეამ რთული და დამაინტრიგებელი გზა განვლო. იგი დაიწყო მიჩელის თამამი ჰიპოთეზით ბნელი ვარსკვლავების შესახებ, იდეით, რომელიც წლების განმავლობაში მიირიწყეს, სანამ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ კვლავ არ შექმნა საფუძვლები ასეთი ობიექტების გაშიფვრის და გააზრებისთვის. შემდგომ წლებში მრავალი მეცნიერი მუშაობდა ამ თემაზე. ზოგი პროგრესირებდნენ თეორიით, მაგალითად შვარცშილდი, ჩანდრესეკარი, ოპენჰაიმერი, პენროუზი, ჰოკინგი და სხვა. ზოგნი კი სკეპტიკურად უყურებდნენ. საბოლოოდ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ადამიანებმა მოახერხეს შავი ხვრელების ხმაურის და სინათლის დაფიქსირება. ჩვენ გვსმენია მათი შერწყმის ხმაც გრავიტაციული ტალღების სახით და გვინახავს მათი სილუეტებიც ტელესკოპების მეშვეობით. მიუხედავად პოპულარული ფორმისა, ვიდეოში წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა თანამედროვე ცოდნას. ვიდეოს მოსამზადებლად გამოყენებულია თანამედროვე ასტროფიზიკური ლიტერატურა და ონლაინ წყაროები, მათ შორის ვიკიპედიის შესაბამისი გვერდები, სტატიები, ასევე NASA-ს განათლების მასალები, ყველა ციტატა და მონაცემი ზუსტდება დამოწმებული წყაროებით.